ჩვენ ძირითადად მნიშვნელოვანი დღე რა ორგანიზაციულად არის ხოლმე 2 თებერვალი აინენდის დაბადების დღე და მინდა დავაანონსო რომ შემდეგი შეკრება გვექნება 2 თებერვალს რანდევუს სახით უფრო მასე გრანდიოზული დაწყება იანვარი ძირითადად ონლაინ ვიქნებით და რეგიონებშიც გვექნება იანვარში ძირითადად მაგრამ 2 თებერვალს შეგიძლიათ უკვე ჩაინიშნოთ რომ არაფერი არ დაგიგმოთ თან კვირა არის და ერთად აღნიშნოთ აინენდის დაბადების დღე თუ იქნება შესაძლებლობა და რამე არ შეიცვალა თქვა იმ პერიოდში. თუმცა ასევე ხა წლის ბოლოში დავნიშნეთ ეს შეხვედრა ხო რაღაც შეობასთან ახალ წელთან ახლოს ფიქრობდი რომ მნიშვნელოვანი თემა იყო გვესაუბროთ თუ რა არის სეკულარული ბედნიერება რელიგიური დღესასწაულებიდან მათ შორის შობა და ხანუქა არის ხან პერიოდში რომელსაც აღნიშნავენ მაგრამ წლის განმავლობაში ბევრი დღესასწაული არის ხო აღდგომა თქვათ ქრისტიანობაში თქვათ ისლამში არის სხვადასხვა დღესასწაულები და მე შევეცდები რომ დაგანახოთ სეკულარული როლი რა შეიძლება იყოს რელიგიური რიტუალების და რელიგიური დღესასწაულების და რატომ არის ეს ჩემი რა თქვათ ინიციატივით არ იყო ეს იყო თავად აინრენდის ცხოვრებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აინრენდი მნიშვნელოვნად მიიჩნევდა შობის დღესასწაულს, აღნიშნავდა კიდეც მიუხედავად იმისა, რომ იყო ებრაული ოჯახიდან, მისთვის შობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული და თავის მეუღლესთან ერთად აღნიშნავდა მუდმივად ამ დღესასწაულს და ნახავთ ჩვენ სლაიდების ბოლოს თქვათ რა ფორმით და როგორ უყარდა მას ეს დღესასწაული. ეს გუშინ ვინც არის თქვა ჩემი მეგობარი ნახეთ რა აღნიშნე ხანუქა და ესე შევიტანე აქ იმიტომ რომ ჩვენი თემა არის, მაგრამ ძირითადად ვისაუბრებ შობასა და ხანუქაზე, იმიტომ რომ ეხლა არის, მაგრამ სხვა დღესასწაულებზეც მოგცემთ ჩემს პერსპექტივას თუ რა სეკულარული როლი შეიძლება შეასრულოს ამ რელიგიურმა დღესასწაულებმა იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ათეისტი და თქვათ არ სწამს არანაირი ზებუნებრივი ძალის. ხანუქა რომელიც გუშინ აღნიშნე შეგვიძლია ამით დავიწყოთ. ხანუქა არის რელიგიური ნაკლებად რელიგიური დღესასწაული, ეს არის უფრო ებრაული ფესტივალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მაინც თქვათ რელიგიურ ტექსტებში, არაკანონიკურში თუ კანონიკურში, მაინც საწყის იღებს აქედან და ის უკავშირდება ძალიან ბევრ სასწაულს, რომელსაც ადამიანი არ დაიჯერებს თუ თქვათ არ სწამს რაღაც ეციური ძალების, ხო? თითქმის ყველა დღესასწაული უკავშირდება სასწაულს, დაწყებული შობიდან, დამთავრებული ნებისმიერი ისლამური, ინდუისტური თუ სხვა ტიპის დღესასწაულებით არის რაღაც გარკვეული სასწაული, რომელსაც ეს დღესასწაულები უკავშირდება, ხო? თქვათ შობა, აღდგომა ყველაზე დიდი სასწაული, ხანუქაც, რომელიც რაღაც მხრივ არის რეალისტური, რაღაც მხრივ არის მასში ზებუნებრივი ძალების, ასე ვთქვათ, გამომსახველი. ну რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც შეხედავს ადამიანი, რომელიც უფრო სეკულარულია და არ შეერა რელიგიების, იტყვის, რომ გადავდოთ, ხო, ანუ არ გვინდა ამის აღნიშვნა, მაგრამ ყველა დღესასწაულში არის ისეთი ტიპის რაღაც არა ზეციური, არამედ საკმაოდ სეკულარული, საკმაოდ რეალობაში განხორციელებადი ემოციების მომცემი ნაწილი, რომელიც ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდისთვის და ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ ყველა დღესასწაულის ამბის გაგება, ამ ყველა დღესასწაულში ჩაღრმავება, ამ ყველა დღესასწაულის ზეიმიც კი, რომ მეორე დღე იყოს ყოველთვის უფრო მაგარი და უფრო, ასე ვთქვათ, ემოციების მომტანი. ემოციებს რა როლი აქვს აინენდის ფილოსოფიაში? ემოციები აინენდის ფილოსოფიაში არ არის შეცნობის წყარო, ან თქვენ ემოციებით რეალობას არ აღმოაჩენთ, არამედ თქვენ გონებით აღმოაჩენთ რეალობას, გონებით განსაზღვროთ რა არის სწორი, არასწორი და შემდგომ რაღაც ქმედება რო ხორციელდება, თქვენი ემოციების ისე პასუხობს. თუ კარგი რამე მოხდა, რაც გონებით ქონდათ წინასწარ განსაზღვრული, გაგიხარდებათ, თუ ცუდი რამე მოხდა, გეწყინებათ. და აი ეს ფიქრობ, ეს რაღაც რო გაგიხარდებათ, თქვენი ემოციების გამო, რაც უკვე გონებით ქონდათ შეცნობილი. აი ეს არის ის მნიშვნელოვანი ემოცია, რომელიც ფიქრობ ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და დღესასწაულებზე თუ ჩვენ სწორად შევხედავთ ამ დღესასწაულებს, რაც ფიქრობ არის, რომ ეს დღესასწაულები დაშორდეს, ასე ვთქვათ, წვენას და უფრო სეკულარული ხასიათი მიიღოს მათთვის, ვისაც თქვათ არ აღიარებს ზებუნების ძალებს, ფიქრობ ძალიან დიდი შედეგის მომტანია. ხანუქა რა შეიძლება იყოს, ხო? ხანუქა
უკავშირდება ებრაელების მიერ ტაძრის გაწმენდას და ბერძნებისგან გათავისუფლებას, აღდგენას ეთქვა ტაძრის და იმ მუდმივ ბრძოლას, რასაც ებრაელები თავდაცვით ბრძოლას ბერძნების წინააღმდეგ, რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ იმ პერიოდის იერუსალიმი. ამ ამბავმა ცალკეც, როგორც ისტორიულმა ამბავმა, შეიძლება პირდაპირ არ დავიწყოთ ფიქრი იმ სასწაულებზე, რომლებიც იქ მოხდა, ხო? ზეთთან დაკავშირებული ასე შემდეგ, არამედ გავიაზროთ თუ რა როლი აქვს ზოგადად ადამიანის დეტერმინაციას, ადამიანის რაღაც გარკვეული იდეისკენ მიმართულებას და რწმენას, ოღონდ არა იმ რწმენას, რაც ზებუნების უკავშირდება, არამედ თვით რწმენას, რომ რაღაც შეიძლება გაკეთდეს, რაღაც შეიძლება გამოგვივიდეს, ხო? რაღაც შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. მაკაბის ესეთი მაკაბელები, მე მგონი ქართულად არიან ის დაკავშირებულია სწორედ ამ ტაძრის გაწმენდასთან და აი თქო ისრაელის გუნდები რო ნახოთ, ხო, მაკაბის თელავი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი საფეხბურთო გუნდები, რატო ქვიათ, ხო, ეს რაღაც ბრძოლასთან ასოცირდება, ეს ასოცირდება რაღაც ბიზნესკენ სწრაფვასთან, რითიც თქვენ შემდგომ რაღაც გარკვეულ ღირებულებას იღებთ და ფიქრობ ამ დღესასწაულის აღნიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია, ხო, ეს სანთლები, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქვს დატვირთვა, რომ ადამიანები ერთად იკრიბებიან და ზეიმობენ, ხო, ეს არ არის რაღაც თვითგვემითი, რაღაც თვით დამასახიჩრებელი, როგორც არის სხვა დღესასწაულები ამ ტიპის დღესასწაული, არამედ ზეიმი, ბედნიერება და აი ეს ძირითადი ღირებულებები, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ეს არის დღესასწაული, რომელიც ყველაზე ძიმე პირობებშიც კი, რაც ქონდათ ებრაელ ხალხს, გვახსენებს, რომ შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, თუ იბრძოლებ ამისთვის, ხო? ეს არის ძალიან დიდი სეკულარული როლი. მეორე არის შობა. შობა თვითონ აირენცსაც აქვს ბევრი ნათქვამი ამ დღესასწაულზე. შობა ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ზეიმობს ადამიანის დაბადებას, ხო? იესო ქრისტესი, რომელსაც აქვს შემდგომ რელიგიური დატვირთვა, მაგრამ ვფიქრობ სეკულარული დანიშნულება შობის უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებულია, რასაც დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს უკვე ამ დღესასწაულს საკმაოდ სეკულარულად, რაც გამოიხატება ერთმანეთის პატივისცემაში, რაც გამოიხატება ერთმანეთის გაბედნიერებაში, რაც გამოიხატება ქალაქის განათებასა და სინათლის შემოტანაში, ხო? და ეს დღესასწაული მიუხედავად იმისა, თქვენ დაუკავშირებთ თუ არა რელიგიას, მაინც არის რაღაც ბედნიერების მომტანი, რაც გვახსენებს ერთმანეთს, რაც გვახსენებს ღირებულებებს სხვა ადამიანების, ხო? ეს არის საჩუქრის ჩუქების პროცესი თუნდაც, ხო? თქვენ ყიდულობთ საჩუქარს თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის, გამოხატავთ მათთან პატივისცემას, რაც რითი არის ახსნილი, ხო? არის რომ ის ადამიანები თქვენ ღირებულებებს განასახიერებენ, ის ადამიანები იმ ღირსებებს განასახიერებენ, რომელიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. და ვფიქრობ, რომ შობა ამას ყოველთვის გვახსენებს. გვახსენებს, რომ ვიღაცისთვის საჩუქარი გვაქვს საყიდელი, იმიტომ რომ ის ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია. იმიტომ არის ძვირფასი, რომ მას ჩვენი მსგავსი ღირებულებები აქვს. და ვფიქრობ, რომ ეს ობიექტური პრინციპის, რომ ადამიანებს ღირებულებებით ვირჩევთ და არა ვთქვათ, იმით რომ იძულებული ვართ, შობაზე ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე, როცა საჩუქარს ყიდულობთ ჩვენი არჩევანით, ხო, როცა საჩუქარს ყიდულობთ მათთვის, ვისაც გინდა. თუ გვაძალებენ, მე შედარებით იაფიანს ყიდულობთ ხოლმე და არა მნიშვნელოვანად, მაგრამ თუ თქვენთვის ადამიანი მნიშვნელოვანია, ძირითადად ცდილობთ იმ ტიპის საჩუქარი უყიდოთ, რომელიც რა დონისაც არის თქვენი ღირებულებითი კავშირი. და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ სწორედ ღირებულებათა კავშირზე უნდა იყოს დაფუძნებული ინდივიდთა ურთიერთობები და სწორედ ის ტრეიდერ პრინციპი, რაც ვაჭრობის პრინციპი, რაც არის ადამიანის ღირებულებებში, სწორედ ამას მოიცავს, რომ თქვენ დაამყაროთ კავშირი იმ ადამიანებთან, რომელიც თქვენი ღირებულებების და თქვენი ღირსების განსახიერებაა მეორე ადამიანში. ასევე აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რაღაც ადამიანის human mind რა არის, ხო, ან მთელი ეს ჩვენი დეკორაციებიდან დაწყებული, მთელი ეს ადამიანის მიერ გალამაზებული ეს დღესასწაული, რაც ყოველთვის გვახსენებს, ხო, ეს განათებები, ფეიერვერკი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ასევე სხვა ტიპის ილუმინაციები, ყოველთვის გვახსენებს ადამიანის გონების როლს. არა იმ გონების როლს, რომელიც თქო
რელიგიებს უნდა რომ ხშირად დაჩაგრონ და ადამიანი რწმენაზე გადაეწყონ, არამედ ინდივიდის ძალიან მნიშვნელოვანი გონების როლს, რომ ადამიანს შეუძლია იაზროვნოს, ადამიანს შეუძლია იფიქროს, ადამიანს შეუძლია შექმნას და მან უნდა შექმნას, იმიტომ რომ ეს ასე არის მოწყობილი და მან ასე თქვა თავისი გონიერება არ უნდა დათმოს რწმენის, ემოციების, ინსტინქტების თუ რაღაც ახირებების სანაცვლოდ. ეს არის ფიქრობ ძალიან დიდი სილამაზე, როცა ჩვენ გავივლით და ნახულობთ ადამიანები როგორ შრომობენ, ადამიანები როგორ ქმნიან და შედეგად როგორ ჩვენ ყველა სარგებლობთ ამ სილამაზით და ვიღებთ ბედნიერებას. ხო, ესეთი დასკვნა გამოვიტანე თქვა თვითონ აირენს რაც ქონდა ნათქვამი, რომ თუ თქვა ამ დღესასწაულებზე ჩვენ ვიყავით უარს, იმიტომ რომ ისინი რელიგიურია, ძალიან დიდ კულტურულ ღირებულებას კარგავთ ამ რელიგიური ტრადიციების და რელიგიური დღესასწაულების გვერდზე გადადებით, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგია ბევრისთვის, ხო, წარმოიდგინეთ ბევრი ადამიანი არის რომ უარს ამბობს რომ იზეიმოს შობა, იმიტომ რომ დოგმატურია, მათ შორის ქრისტიანულ სამყაროში, ხო რა, არ აღნიშნავ ამ დღესასწაულს, რაღაც თქო ახალი წელი განსაკუთრებით და სხვა, მაგრამ ფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია ეს დღესასწაულები დავინახოთ სეკულარულად, ამოვიღოთ ის რაც ჩვენ მოგწონს, ვიზეიმოთ, ერთმანეთს გაუზიაროთ და მე რა თუ ის ვიღაცისთვის რწმენასთან არის დაკავშირებული, ხო, იმ ადამიანმა აღნიშნოს თავად როგორც სურს, მაგრამ ის კულტურული, ის ღირებულებითი დატვირთვა, რომელიც ამ რელიგიურ ღონისძიებებს აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდოთ გვერდით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბედნიერება, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ემოციები იმისთვის, რომ მეორე დღეს უკეთესად ვიცხოვროთ და იმისთვის, რომ ეს გონება გავიჯანსაღოთ და დავფიქრდეთ იმ ძირითადად ყველა დღესასწაული არის რაღაც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ხო რელიგიებში და ეს ერთგვარი რაღაც სტიმულის მომცემიც არის. აი გუშინ როცა ვიხსენებთ ამ ხანუქას დღესასწაულს ბევრ ალეგორიას, ბევრ მინიშნებებს აკეთებ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე, ხო, რაც მე გეხმარება, რომ უფრო მეტად გადახარშო, უფრო მეტად სტიმული მოგეცეს, რომ იმ ღირებულებებისთვის იბრძოლო, რისთვისაც დაისახე ბრძოლა. და ვფიქრობ, რელიგიური დღესასწაულები ამას მნიშვნელოვნად უწყობს ხოლმე ხელს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთად ვზეიმობთ, როცა სხვებს უზიარებთ ამ ემოციებს და ეს გვეხმარება, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და ძლიერად ვიყოთ ამ მხრივ. სხვადასხვა დღესასწაულებზე შევეცადე რაღაც გარკვეული ჩემი პერსპექტივით დავენახებინა რა დანიშნულება შეიძლება ქონდეს სეკულარული. ეს არის აღდგომა და მე რო გავუზიარე ჯგუფში მithქეს რა გაზაფხულის გამო მიყვარს ხო რაღაც ბუნება იღვიძებს. აღდგომას ძალიან დიდი რელიგიური დატვირთვა აქვს, მაგრამ სეკულარული დატვირთვა შეიძლება იყოს სწორედ ეს გამოფხიზლება, გაღვიძება, რაღაც გარკვეული სიახლის შემოტანა, ხო? დროშიც ისე ემთხვევა, რომ რაღაც ბუნებაც იღვიძებს, ადამიანებიც ახალ ეტაპზე გადავდივართ და ხშირად ეს რაღაც რამდენიმე დასვენების დღეც კი არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი სეკულარული სარგებელი, რომელმაც ადამიანმა შეუძლია გაუკეთოს თავის ცხოვრებას და საკუთარ თავს და ეს როლი ვფიქრობ მნიშვნელოვანია. ნუ აქ არის დივალი და ჰოლი, რომელიც უფრო აღმოსავლეთის რელიგიებიდან მოდის. ესეც ძალიან ულამაზესი დღესასწაულები და მე მართალია თქვა საქართველოში ნაკლები გვაქვს შეხება, მაგრამ მოგიწოდებთ რომ ნახოთ ამ დღესასწაულების დანიშნულება და აქეთ საქართველოში ყავს ძალიან ბევრი ადამიანი თქვა იმ სახელმწიფოებიდან და მე ერთხელ გადავწყვიტე შევუერთდე ამ ადამიანებს შევუერთდი და საკმაოდ იგივე ტიპის გამოცდილება ხო იგივე ბედნიერება, იგივე სიხარული და იგივე სტიმულის მომცემი რომ მეორე დღიდან ცხოვრება უფრო აქტიური და უფრო ნათელი გავხადო. ამაში ვფიქრობ რომ ძალიან დიდი დანიშნულება აქვს ასევე მუსიკასაც, გაფორმებასაც და იმ ზოგად ზეიმს, რაც სხვა ადამიანებთან ერთად გვაქვს ხოლმე, ხო? აი სიმღერებს ძალიან დიდი როლი აქვს, ვფიქრობ, ადამიანის ცხოვრების უკეთესად წარმართვაში და რელიგიურ დღესასწაულებზე განსაკუთრებით დიდი ამელოდიური ჩართულობის როლი. ფესახი, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია რელიგიასთან და ბიბლიასთან, ეს არის ებრაელების გამოსვლა, ასე ვთქვათ, ეგვიპტიდან მთელი მერე ის გზა, რომელიც გაიარეს. ხო, ერთგვარი ისტორიულად რო შევხედოთ, რა როლი აქვს ამასაც? ამასაც აქვს მე ვფიქრდები, იცით, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დეპრესიას არის მიცემული. მიმდინარე მოვლენების ფონზე, სოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ნიჰილიზმის ფონზე და მიმდინარე ზოგადად ხო არა მხოლოდ
პოლიტიკურად გულისხმობ, არამედ ძალიან ბევრი უკმაყოფილოა ცხოვრებით და უკმაყოფილოა ზოგადად არსებობით, მაგრამ ჩვენ როდესაც დავფიქრდებით ამ დღესასწაულებზე, რატო არის ფესახი ხო მნიშვნელოვანი, ჩვენ ნახავთ მაგალითს თუ როგორ გადარჩა ადამიანი, როგორ გადარჩა იმ მნიშვნელოვან ბრძოლაში და შემდგომ გახდა თავისუფალი, შემდგომ მოიპოვა რაღაც თავისი საკუთარი ადგილი სამყაროში. მე ამას შეიძლება უფრო დათქმულოს ადამიანი რომ თვითონ ვერ ახსნეს, მაგრამ ფიქრობ ძალიან დიდ მნიშვნელოვან ნაწილში ეს არის სწორედ სტიმულის მომცემი, რომ ჩვენ როცა ვხედავთ ამ გზას, ჩვენ როცა ვხედავთ რომ ეს შესაძლებელია რომ გადარჩეს, შესაძლებელია რომ დაასრულო მუდმივი ტანჯვა და მონობა, იქნება ეს ეგვიპტეში თუ იქნება სადმე სხვაგან, ეს ადამიანისთვის არის შესაძლებელი და აი როცა ფესახი დგება ხოლმე და ამას ყოველთვის ვიაზრებ, ძალიან მეხმარება რომ მე უფრო ძლიერი გავხდე და რაღაც ჩემი იდენტობაც ამ მხრივ შევცვალო რომ მე ვარ ძლიერი და მე შემიძლია ყველანაირი დაბრკოლება გადავლახო, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ, როგორც ის ადამიანები იყვნენ იმ პერიოდში და დღეს კიდევ უფრო შესაძლებელია, იმიტომ რომ მე მყავს ჩემს გარშემო ისევე როგორც ისინი ერთად იყვნენ, მეც მყავს ბევრი თანამოაზრე და შემიძლია ამ ადამიანებთან ერთად თქვათ უკეთესი ცხოვრებისკენ წავიდე. ნუ როშაშანა ებრაული ახალი წელია და იგივე ტიპის მოვლენა რაც შეგვიძლია თქვათ ჩვენს ახალ წელზე. და Thanksgiving არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც რენდი ასევე აღნიშნავდა, ესეც მადლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩემი აზრით, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ და მე მოგიწოდეთ, რომ რანდევუებზე დაამკვიდრეთ ეს ტრადიცია და თქვენთვის საყვარელ ადამიანებს აჩუქეთ ხოლმე რაღაცეები, ან მადლობა უთხარით ყოველთვის, რომ ეს გვაძლიერებს და უფრო უკეთესებს ხვდის ჩემი აზრით ყოველ მეორე დღეს. როგორ აღნიშნავდა აინ რენდი შობას, აინ რენდი შობას აღნიშნავდა ერთ-ერთი მისი მეგობრის ჩანაწერის მიხედვით არის რომ აინ რენდისთვის შობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, მხოლოდ იმიტომ პირველ რიგში რომ ის იყო კომერციალიზებული. ანუ ბიზნესი ცდილობდა რომ შობა ყოფილიყო მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რომ მათ ენახათ რაღაც გარკვეული ბიზნეს მოგება, მაგრამ ბიზნესი მოგებას ვერ ნახავს თუ ის არ დაინტერესებს ადამიანს, ხო? არ დაინტერესებს კლიენტს. და თუ კლიენტი დაინტერესდა, ესე იგი რაღაც ღირებული შექმნა, რაღაც მნიშვნელოვანი შექმნა, რაც ადამიანისთვის, რაც მისი ემოციებისთვის იყო მნიშვნელოვანი. და აინდი მიიჩნევდა რომ it was a joyous giving to people you were fond of and where every place got beautifully decorated. ანუ ეს კიდევ ერთხელ გვახსენებდა იმ ბედნიერებას, რაც შეუძლია მოვიტანოს ადამიანებს შორის ურთიერთობამ და იმ სილამაზეს, რომელიც შეუძლია ადამიანმა შექმნას დეკორაციების და ასევე მნიშვნელოვანი ილუმინაციების თუ სხვადასხვა მცირე დეტალების გამოყენებით. ეს ყურთ აინ რენდის მიერ გაგზავნილი პოსტკარდი საშობაო თავის მეგობრებთან. ძალიან ბევრი პოსტკარდია მის არქივში და მადლობა არქივს რო გვაქვს წვდომა ამ დოკუმენტებზე და თვითონ აინ რენდის ციტატა. The charming aspect of Christmas is the fact that it expresses goodwill in a cheerful, happy, benevolent, non-sacrificial way. One says Merry Christmas, not weep and repent, and the goodwill is expressed in a material, earthly form by giving presents to one's friends or by sending them cards in token of remembrance. Isus ამხავს რომ ეს არ არის ტანჯვის დღესასწაული. ეს არის პირიქით ზეიმი, ეს არის დაბადების განახლების დღესასწაული, რომელიც ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომელიც მუდამ გვახსენებს უკეთესობისკენ განვითარებას, განახლების შესაძლებლობას და ამ დღეს ყველა ვერთიანდებით და ერთმანეთსაც უწყობთ ხელს, რომ ეს სეკულარული მნიშვნელოვანი როლი ჩვენს თქვათ ადამიანში შესრულდეს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ წინასწაროდ განსაზღვრული რა ტიპის არსებები ვართ და არის რაღაც გარკვეული ემოციები, არის რაღაც გარკვეული გარემოება, რომელიც ადამიანისთვის, ყველასთვის, ყველა ჩვენგანისთვის საერთოდ კარგის მომტანია და ვფიქრობ, ეს არის სწორედ ბედნიერება და ეს არის სწორედ რაღაც გარკვეული ერთმანეთთან კავშირი და ერთმანეთისთვის ეს ღირებულებითი გაცვლა, რაც შობაზე კიდევ უფრო აქტიურდება და შობა გვაძლევს რაღაც დროს, რომ ადამიანებმა ერთმანეთს დაუთმოთ დრო და ეს ღირებულებითი გაცვლა კიდევ უფრო აქტუალური გავხადოთ. კიდევ მეორე ბარათი, უფრო და უფრო ლამაზი, რომელიც აინენმა გაუგზავნა თავის და თავის მეუღლის მეგობრებს.
და როგორ? როგორც ხარკვანი არ მარტოვდა. არის დეკორაცია. სამი ძირითადი მიზეზი ხო? ერთი რო არის რომ ეს საჩუქრის ყიდვა ავითარებს ეკონომიკას, ანუ ეს საჩუქრების ყიდვა ერთმანეთისთვის ავითარებს ეკონომიკას და პროდუქტიულობისთვის არის მნიშვნელოვანი და პროდუქტიულობა როგორც ისეთ ობიექტივისტური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსებაა. მეორე ეს არის დეკორაციები, რომელიც უფრო უკეთეს ხდის ჩვენ გარემოს და აინედი ბოლოს აჯამებს ამას, რომ ადამიანი ძალიან დეპრესიული უნდა იყოს, რომ უარი თქვას ამ სილამაზეზე და ამ რაღაც ზეიმზე, რომელსაც შოობა და ახალი წელი გვთავაზობს, ხო? ან საკმაოდ რადიკალურად ამასებს ამ მოვლენას, რომ თუ ადამიანი ამაზე უარს იტყვის, ის არის უბრალოდ დეპრესიული და საშინლად დეპრესიული. ეს ხო არ მოგწონთ უფრო? ახალი ნახატი. ქვის არ არის? და ამის ფონზე მინდა გისურვოთ ძალიან ბედნიერი, რაციონალური, პროდუქტიული, როგორ გითხრათ, უკეთესობისკენ, ასე ვთქვათ, უკეთესობისკენ სვლადი, თუ როგორ შეიძლება თქვათ, ახალი წელი. და პირველ რიგში გისურვებთ მედეგობას, რაც სხვა დღესასწაულებში ნახეთ, რომ მნიშვნელოვანი გაკვეთილი შეგვიძლია ვისწავლოთ ამ დღესასწაულებიდან და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს, ბედნიერ წარმატებულ და რა თქმა უნდა რაციონალურ და თქვენი ბედნიერების, თქვენი ინდივიდუალური ბედნიერებისკენ მიმართულ ახალ 2025 წელს. ძალიან დიდი მადლობა.